ვიცი მეგობრებო, როგორ ხართ? მე ვარ გიორგი და დღეს წარმოგიდგენთ Minecraft-ს Survivals. და თუ მოგეწონებათ ხოლმე ეს ვიდეოები, აუცილებლად გავაგზავნებ ხოლმე ჩემს არხზე Minecraft-ის გადაღებას. ნუ ასევე horror modeებსა და ასე შემდეგ რა. მოდი ბევრი ვარ ვილაპარაკოთ და დავიწყოთ Minecraft-ი play. ხო, დავაწეროთ survival ანუ ეს დავაწერე პროცედურა და მაცა ხა ურეთ მეგობრებო welcome to Minecraft გონი მაგარი სახელი მოვიქრე რას ტყვის მეგობრებო ნუ ხო აქ არაფერი არ მინდა შემდეგ ეპიზოდში აქედან მოდებით ვითამაშებ ჰერობრაინებს და ასე შემდეგ რა მოკლედ survival-ი ხო survival-ი easy არ მინდა ნორმალი იყოს და შევქმნათ ხო და ეს ვიდეო ავიყვანოთ ანუ უბრალოდ ეს ვიდეო თუ ბევრი ლაიქებს და აგროვებს ასე რომ ვთქვათ აუცილებლად გადავიღებ შემდეგ survival part მეორეს ხო და დავალოდოთ თან ეს Minecraft-ის ბოლო ვერსიაა და ახალი აპდეიტები და განახლებები და მთელი ამბებია მოკლედ რა თან ჩემი პირველი ვიდეოა ჩემს არხზე კონკრეტულად Minecraft-ის და ზოგადად მთლიან YouTube არხზე ჩემს არხზე მარტო Minecraft-ის პირველი ვიდეო მინდებს ეს ჩემს უკან რაღაც დავინდა cave ასეთ ადგილზე დამასპაუნა სადღაც მაღალ ადგილზე ვაიმე ახლა აქ არ მოკვდე როგორ ავიდე ახლა მაღლა ასეთ მაღაროში პირველად დამასპაუნა მოკლედ რა მაღაროში რა ვიწებს მომიმარაგეთ რომ მაღლა ავწოდე რამენაირადე მაღალია აშკარად და ძალიან გონიტოვან ხდება ხოლმე ამ მიწებს ავიღებ და დაგიბრუნდებით რა ესეც ესე ამოვედი ხო და როგორც კი ამოვედი და ვინახე შუგერქეინები და პირდაპირ ამ შუგერქეინებს ავიღებ ბევრი შუგერქეინები კი სხვადასხვა ნუ ძალიან ბევრი და მალე მინდა რომ ავიდეთ 1000 უბრალოდ 1000 გამომწერზე რა ძალიან მინდა და უფრო მაგარ კონტენტს შემოგთავაზეთ სპეციალ ვიდეოს როგორ გონი horror ვიდეოზე ვაპირებ რომ გადავიყო სპეციალ ვიდეო ანუ horror თამაშზე მოკლედ რო ვთქვათ რა და აი ამ შესაძლებ ეს კოლონდი აუციო ანუ კარგად გამოჩნდეს ეს ხმა თუ შემოდის დიდი ალბათობით კონდიციონერის ხმა და ოპა ნახეთ მეგობრებო სოფელი გაიჩითა რამხელა პირველივე ეპიზოდში სოფელი ვიპოვეთ ძალიან მაგრად დაიწყო რა გადარჩენა ალბათ სტაფილოები მოიგეგეთ ტრეიდი გასაგებია მამის ხმა იყო მაგრამ მე სოფელში ვცხოვრობ და მაშინდან არის ხმა ის გაინტერესებს ხო და კიდევ ავიღებ კიდევ აი ამ ლოგინს რომ ასე ვთქვათ ღამე რო გავათებო ხოლმე რომ მოსწრება ზომბებმა რო ანუ მანამდე აი ამ ხეებს გადავამუშავებ crafting table-ის ავიღებ ჯოხებად გადავამუშავებ რომ მე წერაქვი გავაკეთო ხო და ამ წერახვის მერე უკვე ქვებს ავიღებ რა აღარ ჯერ სოფელს დავათვალიერებ და შემდეგ აგერ გოლემიც აქ არის აი ამ ყველა თვლის ზინი რაცა ექნებათ აი ამ სოფლელებს უნდა მოვყარო
რადგან საჭმელი გვექნება ულიმიტო რაღაცა და ბევრი. მაგრამ დაიწყო გადარჩენა მეგობრებო. მოგეთ, ამ ვიკეთს ავიღებთ და დაგიბრუნდებით რა. მოგეთ, ავიღე ყველა თივიზვინი 24 წელი ქონდათ სულ რაღაც და კარგია დასაწყისისთვის ძალიან კარგია. მომეცით კარტოფილების დამჭირდება იმის გამო რომ დავთესო და მოსავალი მივიღო რომ მე ეს გოჭუნიები დავაპყრო. და ძალიან კარგი ადგილია მინდა ვთქვა, შეიძლება აქვე დავსახლდე რა. აი ამ რა სოფელის შეავალ, სოფელში რა დასახში. ემერალდები და ბანდლი გაიჩნდა, ახალი რაღაც ჩამატებული ნივთია, არ ვიცი. აბა გავტესტო. აბა. მოკლედ ასეთია ვიზუალურად როგორც ხედავთ. როგორ გამოვიკვლიო, როგორ გავაკეთო ესა. აბა, ჩავალაგო ნივთები. აი ესე ჩავალაგე და რა მარტივია, ანუ უბრალოდ ნახეთ ჩავალაგე რაც ხوارზე მეტი, 9 წალიოს ჩავალაგე, თუ გადაიმსო. მოგდეთ, ასეთ სხვადასხვა ნივთებს ჩვეულებრივად ალაგებ რა. რაც ძალიან კარგია ჩემთვის. და გამარჯობა ეპიზოდებში ხოლმე. ბიჭო, რა მაგარი ადგილია აი უბრალოდ ასეთი ლამაზი ადგილზე როგორ უნდა გააკეთო რაიმე ლამაზი ადგილისა ბაზა. ეს ძალიან დიდია რა. შემდეგში ალბათ შეიძლება სახლი ავიშენო ან ხარეს. აი უყურეთ, ანიქით ხარეს. ან აი აქეთ ხარეს რა. მანამდე ხა ქვები უნდა მოვიპოვო, რომ ქვის იარაღები დავიკრაფტო. მე ამ ეპიზოდში მინდოდა რომ სახლი ამეშენებინა და მეპოვა სოფელი. მაგრამ ეხლა როგორც თქვენ ხედავთ, სოფელი ვიპოვე, მაგრამ ამ ვიდეოში სახლის აშენებას გადავდეთ, უფრო სხვა რამეს გავაკეთებ რა. რაღაც სოფელს კარგად გამოვიყვლევ, აი ამ კინებს ავიღებ და ასე შემდეგ. ხო და მანამდე მშია, ასე რომ აი ამ ვითებს გადავამუშავებ თიბებად, რომელიც მე შემიძლია ძალიან ბევრი საჭმელი გავაკეთო და მეყოფა მთელი ეს ეპიზოდები. კაი, ხუბი-ხუბრე მთელი ეპიზოდებია არ მეყოფა, მაგრამ დროთა განმავლობაში საკმაოდ კარგად მეყოფა. უკვე რამის 30 პური მაქვს. რამდენი გამომივა მთლიანობაში გავიკოთება 50 პური. სტაკაზე მეტი გამომივა 100%-ით ვიცი. რამდენია ვა? ანუ სადღაც 172 პური გამომივიდა რა. ხო. და კიდე რა ხედა დაამატეს ამ აპდეიტში? აი ხო დგას ცხვარი. ბეკეკა უბრალოდ რომ მივახლოვდეთ. ასეთი რაღაცა სხეულებში შევდივართ, ანუ ცხოველის სხეულში შევდივართ, წარმოვიდგინე ანუ. აი ეს ახალი აპდეიტია რა, ეს ახალი დამატებაა უბრალოდ Minecraft-ში. განახლება, უკლედ რომ რაღაც დავბივარ, მაგრამ მომშიდა. ესე შევიდეთ აბა აქ. შეასყიდი ჩემმა. როქონეს ემერალდი ვიყიდი, მაგრამ არა უშავს არ მაქვს. მაგრამ აი ეს ამას ქვია ფორტების smithing template თუ რაღაც მასეთი აღარ მახსოვს. ძალიან მაგარი რაღაცა. აქ შეიძლება აბჯის გაფერადება თუ რაღაც ეგეთი რა. და გამომადგება ესეც ძალიან. მოდი ახლა აი ამ გოგრებს ავიღებ. აგერ გოლემიც აქ არის რამე დამიცავს მონსტრებისგან. ძალიან ბევრი გოგრაა და ეხლა ალბათ იკითხავთ თუ რატომ ჭირდება გოგრაო. გოგრა მჭირდება იმისათვის რომ მომავალში, როდესაც ძალიან ბევრი რკინა მექნება, გავაკეთო რკინის დაცვები, ანუ გოლემი. რაც იმას ნიშნავს რომ ჩემს ბაზას და ტერიტორიას დაიცავენ ყველანაირი მონსტრისგან. არა აქვს ამას მნიშვნელობა ზომბი, სკელეტონი და ასე შემდეგ რა. თან ძალიან ბევრია.
უკვე ნელ-ნელა ღამდება თან. ესეც ესე ავიღოთ. შვენფენებიც ავიღოთ. და Minecraft-ში ხა ხმარო გამოსცა რო ხა. ეგეც ახალი დამატებულია, განსხვავებული ხმარო აქვს რა, ვისაც გაინტერესებს. და დავიძინოთ ჩემი პირველი ძილი, sleep. ახლა ქვები უნდა ამოვიტანო. ქვებზე ჩავალ მაღაროში და ხისი არაღებს დავიკრახავ. და ამით მორჩება ეს ვიდეო. და შემდეგ ვიდეოში დამწერეთ თუ რა გინდა რომ გავაკეთო. პირველ რიგში სახსავაშინებ შემდეგ ეპიზოდში. და ამ ეპიზოდში ასე მინდა უკვე თითქმის ნახევარი უკვე გავაკეთე რა. სოფელი ვიპოვე. ხოლო სახსავაშინებ აი როდესაც უკვე ისიქნება რა ქვია. ოცა ეს ის დავიკრახო, რომ სწრაფად გავწოვო. და ამ სურევალ ეპიზოდების მიზანი იქნება რომ დავამარცხო Minecraft-ში არსებული ყველა ძლიერი ბოსები. ხო და სანამ მაგამდე მივალთ, მანამდე უკვე ეს ქვები უნდა აღვო. და ასე მიუყვნენ რა, განვითარდე მერე ქვები, მერე რკინები, მერე დაიმონდები და ასე შემდეგ რა. ხო, კიდევ ასევე ვისაც გინდათ რომ survival ეპიზოდებს რომ დავამთავრებ, hardcore რომ გადავიყო რა. hardcore მოდი რომ გადავიყო, რა სიტყვით მეგობრებო. დამიწერეთ ეგრეს კომენტარებში და ასევე კიდევ გამომეწერეთ ჩემი არხი, სანამ ამ ვიდეოს ვსწორებთ, ხო გამომეწერეთ არხი და დამილაიქეთ ვიდეო. რადგან უფრო მეტი კონტენტი იხილოთ ჩემს არხზე. $39 ქვა ვიპოვე ამასობაში. დავიკრაფტოთ უკვე ყველანაირი იარაღები. მანამდე ასე დავიკრაფტოთ იარაღები. ესე. ხო და ახლა გავაკეთებ ფურნეისი. რადგან ძალიან მაჭირდება. ერთი ქოსაც დავამატებ, რადგან მეოთხე ფურნეისის გაკეთება შემიძლია, იმიტომ რომ 7 მაქვს. ისე თუ გინდათ შემდეგ ეპიზოდში მიწისქვეშა ამ ადგილზე მიწისქვეშა საქმიანობაში ნოვისაც გინდათ რა. თუ გინდათ დამწერეთ კომენტარებში. თუ არა უფრო მაგას ახსოვაშენეთ მეგობრებო. მოკლედ მეგობრებო, აქედან დაგემშვიდობოთ უკვე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და გამომეწერეთ ჩემი არხი. თუ დღეს ვიავალთ, მოდი 50 ლაიქზე თუ ავა, აი შემდეგში გადავიღებ უკვე შემდეგ ვიდეოს ამ survival ეპიზოდების. იმედი მაქვს, კარგი ვიდეო გამომივიდა, იმედი მაქვს, რომ ბევრს მოგეწონათ, იმედი მაქვს, რომ მისიამოვნეთ და მეც ძალიან მისიამოვნე ამ ვიდეოთი. სოფელიც ვიპოვე და მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ რა. და ნახვამდის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.